გამარჯობა, დღეს 16 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1986 წლის 16 მარტს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მოდელი ალექსანდრა დადარიო. 1951 წლის 16 მარტს დაიბადა იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი. მან დაიმსახურა კინოაკადემიის პრემია ოსკარი ფილმისათვის უკანასკნელი იმპერატორი. 1997 წლის 16 მარტს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი დომინიკ კალვერტ-ლუინი. 1994 წლის 16 მარტს დაიბადა კამერუნელი კალათბურთელი ჟოელ ემბიდი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ ფილადელფიაში. ემბიდი ორჯერ გახდა NBA-ის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. 1751 წლის 16 მარტს დაიბადა ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეოთხე პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი. ის იყო ამერიკის ერთ-ერთი დამაარსებელი და ამერიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1989 წლის 16 მარტს დაიბადა სამხრეთ კორეელი მსახიობი ჯუნგ სო მინი. 1993 წლის 16 მარტს დაიბადა ფრანგი ექიმი და მოდელი მერინ ლორფელინი. მან 2013 წელს მოიპოვა მის საფრანგეთის ტიტული. მიუხედავად წარმატებული სამოდელო კარიერისა, მან გააგრძელა სამედიცინო განათლება და გახდა ექიმი. 1959 წლის 16 მარტს დაიბადა ნორვეგიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი. ის ასევე იკავებდა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან 2024 წლამდე. 1993 წლის 16 მარტს დაიბადა ინგლისელი მორაგბე ჯორჯ ფორდი. 2012 წელს 19 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მოიპოვა ინგლისის პრემიერშიპის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. 1960 წლის 16 მარტს დაიბადა ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო სპორტის ოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი. ის გახდა საქართველოს ჩემპიონი 1980 წელს. ის არის საერთაშორისო დიდოსტატი. მას მიღებული აქვს ფიდეს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო ბოტვინიკის ხე. ზურაბ აზმაიფარაშვილი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და ღირსების ორდენებით. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.